დაბადების დღის მოგზაურობა ოფიციალურად დაიწყო. წელს მესამედ ჩამოვედი იტალიაში. მეორედ მილანში. მას შევიღებე და უკაცრავ მოხუცები აი ძალიან მიხარია. ახლა ვარ ლუი ვიტონის კაფეში. ძალიან ლამაზია ქაურობა და ძალიან მინდოდა რომ აქედან ჩამეწერა რაღაც ბლოგი, რომ ჭორაობ და კიდე რომ ვიყავი არმანის მუზეუმში და გავდიჟდი, მაგრამ ჯერ ხო ეს იტალიელები არ ჩუმდებიან. ანუ იმ ხალხმაზე ლაპარაკობენ, რომ შეუძლებელია მე გადავაწარმო და არ გამოვამერიქ და მაინც ცოტა არაკომფორტულად ვარ, ამიტომ აქედან რო გავალ, მოყვები აბსოლუტურად ყველაფერს ჩემს ხეთთან დაკავშირებით. თან ბოდიალი, თან ჭორაობა, იმიტომ რომ სხვანაირად აღარ გამოდის. უნდა მოყვე როგორ დაიგეგმა მთელი ჩემი დაბადების დღე, რას ვაპირებ დღეს, ხვალ, ეს კვირა და საერთოდ რა ხდება ჩემს ცხოვრებაში. ჩამოვედი მილანში არსაიდან მართლა 35 ლარი ღირდა ვიზიარზე ბილეთი, რომელიც აი ძალიან შემთხვევით აღმოვაჩინა და ვიფიქრე რომ აი რა არის 35 ლარი რომ ნაყიდი არ ქონდეს, არ გეგდოს, რა იცი რა ხდება. თან მილანში არის ლუკა, ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი და მილანი არის ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქი ზუსტად მის გამო, ამიტომ დაბადების დღეს იქ გატარებაზე არასდროს არ ვიტყოდი უარს. მაგრამ მე არსაიდან გადაწყდა რომ მე, ლუკა და პლუს ჩემი შეყვარებული გიორგი მივდივართ ერთად ამსტერდამში, რომ იქ პარასკევს ღამე აღვნიშნოთ ჩემი დაბადების დღე რაიმე ივენთზე. მაგრამ მე კიდევ უეცრად აი ზუსტად მახსოვს ეგ დღე შევდივარ აბაზანაში და სანამ შევალ ტელეფონი მიჭირავს ხელში და გამწარებული ვნახულობ იქნებ Underworld-მა დაამატა სადმე თავისი სეტი. აი რამე ივენთზე იქნებ უკრავდნენ და კითხულობ 6 დეკემბერი მადრიდი. 6 დეკემბერს ჩემი დაბადების დღეა, 6 დეკემბერს დაგეგმილია ამსტერდამში ყოფნა. არაფერი არ მაინტერესებს. სანამ არსებობს იმის საშუალება, რომ Underworld-ს მოვუსმინო, იმიტომ რომ მისი არტისტები ის ორი ადამიანი საკმაოდ ხანდაზმულები არიან 68-70 წლის რაღაცა და ყველა გეგმას ჩავშლი და ოღონდ მან წავსულიყავი, მაგრამ მოგვარდა ისე რომ ამ ევროტურზე ამ ჩემს უბედნიერეს და უკარგეს დაბადების დღეზე სამივე ჩემს საყვარელ ადგილზე ვაპირებ წასვლას. თან გავიხსენოთ ისიც რომ მე ესპანურს სწავლობ და ეხლა ჩემთვის ესპანეთში წასვლა არის აი ანუ ერთი სული მაქვს ვუთხრა რომ რაღაც ჰამბურგერი მინდა con questa i carne solo, იმიტომ რომ მარტო ხორცით და ყველით მიყვარს. აი უკვე ყველანაირი სპიჩი ტვინში მაქვს. ახლა კი რას ვაპირებ დღეს? ეს ერთი სრული დღე ვიქნები მილანში. ფაქტობრივად ლუკასთან არც კი ვრჩები, მოვიარა ყველაფერი რაც შემეძლო. ვაპირებ რომ შევხვდა ჩემს მეგობარ თათიას, რომელიც ინგლისში ცხოვრობს, მაგრამ აქ აქვს გამოფენა და ძალიან მომენატრა და თან მაგის გამოფენა და ნუ არ ვიცი, ანუ მართლა ყველაფერი საოცრება ხდება ამ ტრიპში და აი ამ წამს ლუი ვიტონის კაფედან გამოსული მივდივარ ლუკასთან სამსახურში და შევუარა და მე იქიდან გავაგრძელოთ ეს ყველაფერი. აეროპორტის მუკბანგი. ჩვენთან რატო შეიძლება არაფრის შეტანა? არ შეიძლება. არ შეიძლება გადაწანა. ორი მთლიანად წანა და
და Era Breaking რესტორანში ბელაჯიოში და შევუკვეთრათ ახლა და ჩემ თავარი მიზანია რომ გამოვიცვალო და ჩავიცვა რაღაც კაბა და როგორც ამოიძახეთ უნდა მქონდეს ჰანა-მონტანას ტრანსფორმაცია ჰანა-მონტანას ტრანსფორმაცია უნდა მქონდეს ხო სამომზე აქ ევროპაში გადავიღებ დაიწყეთ ჭამა მე მგონი ეს არის food vlog-ი და არა ისე vlog-ი, იმიტომ რომ მეც არაფერს არ ვიღებ. დისკოტეკა ავტობუსში მივდივართ ფაბრიკის ადელოდის კონცერტზე ვიღაცას აქვს ჩაი სკოლაში ავტობუსის ისო ხო მგონი ის ტელეფონი უძრო მე მგონი რომ ვიღაცა ექსკურსიაზე რომ მიდიხარ და უკან არის ჯიპში რომ რაღაც ბიუტი ბავშვები არიან ანუ Underworld-ზე რომ მიყავხარ ავტობუსზე მაგრამ ძალიან მაგარია 6 ევრო ღერ და ეს ავტობუსი და 50 კაცი ერნება და რენდომ სასტავი მივყავართ ესე ივენტს უკან გზაზე შეუძლია რომ წამოგვიყვანო